მოგესალმებით. Ძალიანაც გამარჯობა. მოგესალმებით. ანკა ვასაძე. უმშვენიერესი სხვათა შორის. არა ნაკლებ მშვენიერი. თქვენთან ვიქნებით კი 12:30-დან 2 საათამდე. 2 საათი მოკლედ შეგაწყეთ თავს. დღეს შაბათია, რაც იმას რომ ძალიან დიდი მოჭარდებული ზღვა პოზიტივით ვიწყებთ გადაცემას. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, რაც მიუხედავად იმისა, რომ უძილო ხარ, ქარი და თოვლია, ქვეყანა ინგრევა, შენ მაინც გიხარია და სიხარულის კურცხალი გდის თვალზე. მისი ფორმულა კი ასე გამოიყურება: მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთლევარე გონებას, გონება აღზრავს ქმედებას, +-mc²f ფუძებ ნებათა ღელვის, უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ. რატომ ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი. ამაზე პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე ისაუბრებს. გამარჯობა გალბატონო ლალი. მემზადებოდი რაღაცა ძალიან. არა ფრისტის მე არ ვარ სანდო ადამიანი ხო? მე რა გეტყვით რატომ? ნება მიზბოვზეთ, გითხრათ რომ აი ამ პერიოდში, ამ მცირე პერიოდში, როცა ჩვენ უკვე თანაწამყვანები დაგვერქვა, თქვენ გვიყვარხართ გალბატონო ლალი. მეც მიყვარხარ. ძალიან გვიყვარხართ თან. რატომ გადაწყვეტეთ ამაზე საუბარი? სიყვარული გუშინ სიყვარულის დღე იყო. კი ბატონო. ხო და გარშემო ყველა ყვავილები დადიოდა, ბედნიერი სახეები უფრო მეტი იყო, ქუჩაში ხედავდი გაღიმებულ ადამიანებს და ძალიან სასიამოვნო იყო ყველაფერი ამის ყურება და სიყვარულის დღე, მოდი, რადგან გუშინ იყო, დღეს ვისაუბროთ ამ სიყვარულზე, ხო? ოკეი. სიყვარულის დღე. თქვენ როგორ აღნიშნეთ სიყვარულის დღე? მე როგორ აღნიშნე? ჩვენ იცი აჩვენდა თავისმა მეუღლემ რაღაცით გაახარეს ერთმანეთი და მე არ აღმინიშნავს, იმიტომ რომ ყველა დღე არის სიყვარული. გაჩერდია. ვერ მოიცალა უბრალოდ საჩუქრის საყიდვად. ყველა დღე სიყვარული. არა, აჩო წეგან რომ მოყევი. კი, მე ჩემს მაგას ერთად ვსვავდი, მოდი ვხდი. უკაცრავად, მე ესე აღნიშნე სიყვარულის დღე. არა, ის მომეწონა, რომ შევთანხმდით. აი, იცი რა, ხო, მაგას მოუყვები, კი, მე და ჩემი მეუღლე გუშინ შევთანხმდით, რომ ერთმანეთისთვის მოდი რა, აღარ გვინდა ისედაც მართლა ყოველ დღეს იყო, სულ ჩუქნით ერთმანეთს რაღაცას, მართლა ვცდილობთ ერთმანეთის სულ ვახაროთ. რაღაცა სიმბოლურ საჩუქრებს ძალიან პერიოდულად ესე სულ ჩუქნით ხოლმე ერთმანეთს და მოდი გუშინ არ გვინდაო. კარგი არ გვინდა, ნუ გვინდა და სახში მივდიოდი, რაღაცა რომ მივდიოდი, რაღაც გული მეთანაღრებოდა, რომ აი რაღაცა ეს ხელცარიელი ხარ, რაღაცა მაინც სიყვარული, მაინც რაღაცა და სიმბოლურად ვიცოდი, რომ ძალიან რაღაცა უყვარდა და ავიღე და ეს ავიტანე სახში მეთქი ჯანიც გავარდეს, მე დავარგო ამ შეთანხმებას და ავედი და იქაც საჩუქარი დამხვდა. აი ესე შევთანხმდით და ორივე მასე ძალიან კარგად დავარღვიეთ შეთანხმება. მაგრამ მე ვფიქრობდი თან რომ რო არ ამეტანე საჩუქარი და იქ საჩუქარი დამხვედროდა. ხო გული გამისკდებოდა, ხო, შენ რაღაცა მიკარნა ხა. შენ ამდულად ინერვე. მე საერთოდ არასდროს არ აღვნიშნავდა, რამეს ნიშნავს ეგ? არ არის ეს დღე განსაკუთრებით. რა უბრალოდ აჩოს ისტორიამ გამახსენა ოჰენრის აქ-ერთი ძალიან კარგი მოთხრობა. ახალგაზრდა შეყვარებული ცოლ-ქმარია, ძალიან უყვართ ერთმანეთი, ცოლცა აქ ძალიან ლამაზი გრძელი თმა და ამ თმით ამაყობს. ეკონომიურად უჭირდა კუს ბაკნის თმის სამაგრია ერთ-ერთ მაღაზიაში და ეს გოგო გაივლის, გამოივლის და ამას უყურებს, ოცნებობს, როდის იყიდის რომ თმა აიწიოს და ქმარს აქ საათი ვერცხლის და ოცნებობს რომ იყიდოს ვერცხლის ჯაჭვი რომ ჩამოიკიდოს ეს საათი. ორივე ოცნებობს, არა აქვს შესაძლებლობა მოკლედ ეს რომ გააკეთონ. და მოდის არ მახსოვს იქ რაღაც ახალი წელი და უნდათ რომ ერთმანეთი გაახარონ. ეს გოგო ფიქრობს რომ როგორ ვიყიდო ეს ჯაჭვი, იმიტომ ძვირი წავა და შეიჭრის თმას და ამცებს უყიდის ქმარს და ბედნიერი მიდის რომ დააჩუქოს ქმარს ეს ჯაჭვი. ქმარმა ეჭვობს საათი გაყიდა. და რომ მიდის და აჩუქებს და ქმარი უნება რომ საათი აღარ საათი პაპუ აჩუქებს კუს ბაკნის თმის სამაგს, რომელიც ამას აღარ ჭირდება. იმ გოგოს თმა კი გაეზრდებოდა, მაგრამ ის ქმარი იმ საათს რა დააბრუნდა. სადამის თმა გაეზრდებოდა, იმ შეაგრო. ხო, რაღაცა. აი ზუსტად იგივე გამახსენდა შენმა ისტორიამ და სიყვარული, რა არის სიყვარული, მოკლედ რო ვთქვათ, ხო? ნუ ყველა ჩვენი განმარტება გვაქვს სიყვარულის, მაგრამ ფსიქოლოგიაში არსებობს აი სიყვარულის ფსიქოლოგია და ერთ-ერთი ძალიან ცნობილი თეორიით, რომელიც ყველაზე აღიარებულია, ამბობს, რომ სიყვარული შედგება 3 კომპონენტისგან. ეს არის ვნება, ეს არის ინტიმურობა და ეს არის ერთგულება. რა არის ხმნება, ყველა მიცით, როცა ადამიანი ფიზიკურად გიზიდავს, მასთან გინდა იყო, მის მიმართ რაღაცა გამძაფრებული ემოციები გაქვს, შენიფიქრები, ეს რომანტიული წარმოდგენები გაქვს მის შესახებ და განსაკუთრებით პირველ ეტაპზე ეს ადამიანი არის შენთვის ძალიან მიმზიდველი.
მეორე ეს არის ინტიმურობა, ხო? როცა ადამიანთან ურთიერთობა მომწონს, მზად ვარ გაუზიარო ყველაფერი, რასაც ვფიქრობ, მასთან ვარ ის, ვინც ვარ, გახსნილი ვარ, გულღია ვარ და გულწრფელი ვარ და ვენდობი ამ ადამიანს. ეს არის ინტიმურობა. მესამე ეს არის ერთგულება. როცა ჩემს სიყვარულს გეგმავ რო იყოს მოკლედ გრძელვადიან ურთიერთობას გეგმავ, გააზრებული მაქვს და ვიცი რა არის სიყვარული და ერთად ვაპირებთ რაღაცა გეგმებს სახავთ. ეს არის სამივე. თუმცა ხანდახან სხვადასხვანაირი ფორმა გვხვდება ამისი, ხო? როცა მარტო ვნება რა არის? ეს არის გატაცება. გატაცება. როცა არის მარტო ინტიმურობა, ეს არის მეგობრობა უფრო, ხო. როცა არის ერთგულება მარტო, ეს არის პლატონური სიყვარული. შიზოფრენია. პლატონური სიყვარული. თუ ერთად გვაქვს ვნება და ინტიმურობა, ეს არის რომანტიკული სიყვარული. კი ბატონო, გეთახმები. თუ გვაქვს მარტო გატაცება და უпростоრეთ ინტიმურობა და ერთგულება, ეს არის მეგობრობა. კი ბატონო. თუ გვაქვს ვნება და ერთგულება, ეგ არის ის რაც შენ წერა. ეს არის ხო? არანორმალური. და თუ სამივე გვაქვს ერთად, აი ეს არის ნამდვილი სიყვარული. თუმცა ეს შეიძლება სხვადასხვა დოზით იყოს, მაგრამ აი ბალანსი ამ სამ მოცემულობაში ნამდვილი სიყვარული არის ეს. აბსოლუტურად გეთანხმებით. რო არ დაგეთანხმოთ რა შეიძლება არ ვიცი, მაგრამ შეიძლება არის ხოლმე საუბარი უანგაროდ სიყვარულზე და რას ნიშნავს ეს უანგარობა? აუ მე გეტყვით ახლა. უანგარო სიყვარულს. არა, იცი რატო აქ არ არის რაღაც მატერიალურზე საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ შენ რამდენად გჭირდება ის და რას გაძლევს და ასე შემდეგ. ნახე, აი შეცდომა ძირითადად არის ხოლმე მაგაში, რომ მეორე მხარეს უყურებენ, რამდენად შესაფერისია შენი, გაძლევს თუ არ, საკუთარ თავს უნდა დააკვირდე. აი როდის გავიგო, როგორ გავიგო, რომ მე შეყვარებული ვარ. მაგალითად, ვარ პედანტი ადამიანი, მიყვარს წესრიგი და ხედავ ის მოვიდა ეს დააგდო, დაძდებ იმის ყავიჭიქებს აგროვებ, რომ გაიტადო, საწოლი გაასწორო და არ ბრაზდები. მიუხედავად იმისა, რომ ესე იქცევა, იღებ. ეს კი. იღებ. ნახე, ამის გულისწყვის სხვას მოკლავდი და ამასთან იღებ, ხო, შამას არ კლავდები რა, გაღიზიანები შეეჭუბო კიდევაც, მაგრამ ჭუბებ ხო, ან კიდე როგორ დამბერდი, როგორც ილიკო და ილარიანი იტყვიან, ლექსების წერა თუ დაგაწყებინა, ესე იგი. და ისიც რომ, ნახე, თუ როგორ შევამოწმოთ ჩემ პარტნიორს უყვარვარ თუ არა. მოკლედ, უყვარვარ თუ არა ჩემ პარტნიორს, დავაკვირდები და მიხვდები იმით, რომ როდესაც მე რაღაცა მაღიზიანებს ძალიან. მაგალითად, აგვიანებს ყოველდღე და ვეუბნები, რომ იცი რა, მე თავი მტკივდება, ცუდად ხვდები, შე რომ ესი აგვიანებ და არ რეკავ, მე ვნერვილობ, ის მაინც არ რეკავს. ესე იგი არ უყვარხარ. თუ ის ითვალისწინებს და ფიქრობს, რომ შეცვალოს ის ქცევა, რომელიც შენ გაღიზიანებს, ანუ გითვალისწინებს. თუ ეს აპრიორში არ არის, რომ აუცილებლად ესეა, მაგრამ უმეტესად ესეა, ხო? თუ ის გითვალისწინებს და ცდილობს, რომ ის შეცვალოს, რაც შენ ესე ცუდად ხდის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და დავაკვირდე როგორ იქცევა ეს ადამიანი. და თუ მეც მიყვარს, ვეუბნები უბრალოდ რაღაცა ეს არ მინდა, თორე ადამიანი რო რადიკალურად შევცვალო, მეც არ ვცდილობ, რომ ეს მივიღო ისეთი როგორიც არის, თუმცა არის მომენტები, რომ რაღაცა ერთმანეთის არ მოგწონს და ორივე ვითვალისწინებთ. ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს. ეხლა წეგან რასაც ამბობდი, ნახე, ვაკვირდებით ხოლმე იმ ადამიანს, მაგრამ დავაკვირდე საკუთარ თავს. მე როგორ გრძნობ თავს ამ ადამიანთან. ის რამდენად კარგი ოჯახის შვილია, ფინანსურად ძილობიანია, შემეფერება, არ შემეფერება. მაგას კი არა, საკუთარ თავს დავაკვირდე. შეიძლება მე როგორი ვარ მასთან. მე ნახე, სიყვარული არის ის, რომელიც მე როგორი ვხდები მასთან ურთიერთობაში. მე უნდა მიყვარდეს ჩემი თავი შენში. ზუსტად. რომ მე როგორი ვხდები შენთან ურთიერთობაში. თუ მე მომწონს ჩემი თავი შენთან ურთიერთობაში, აჩო რა შენ თქვი და თუ შენ მე ჩემ თავს უფრო მაყვარებ, მე მგონია რომ ეს არის სიყვარული. როცა მე მომწონს შენს გვერდი ჩემი თავი, სხვანაირი ვარ, უფრო გახსნილი ვარ, უფრო თავისუფალი ვარ. როგორც შამანაური იყო და თუ შენ ხარ შენ და მე ვარ მე, აი ზუსტად ეს. მე მაინტერესებს ბოლო სარი სკოლიდან გავთხოვდი და აი თუ განსხვავდება ხოლმე.
აი ეს ბაღის შეყვარებულობის ამბავი მე სკოლის პერიოდი სტუდენტობის და მე უკვე ასაკში აი ეს მართლა უცბად დაინტერესებს როგორ გახome მოკლედ სიყვარული ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე ესო დიაგნოზიაო სიყვარული დიაგნოზი არ არის სიყვარული არის ტრანსის ერთგვარი ფორმა და ტრანსი მოგეხსენებათ არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოკლედ რა არის ტრანსი რო გითხრათ არ ვიცი ხა თქვენ რამდენად იცით და ამიტომ მოდი მოკლედ რო აქვს და გიჭირავს ზამძიმე ჩანთა მოდიხარ და შეკვდა მეგობარი და ძალიან საინტერესო რაღაცას გელაპარაკება და ვერ გრძნობ ეს ჩანთა რომ მძიმეა გავიწ ანუ ტრანსში ხარ ხელები კი გრძნობენ ამ სიმძიმეს მაგრამ ტვინი ვერ გრძნობს ანუ გათიშული გაქვს და სიყვარული რა არის იცი როცა მე ვხედავ იმას შენში რაც სინამდვილეში შეიძლება საერთოდ არ არის. გიყურებ და სინამდვილეში სხვა რამეს ხედავ. ის ჩემი გონება ხედავს სულ სხვას. მე ვხედავ იმას, რასაც ვერ ხედავენ სხვები. ამ პირიქით რაღაცას ხედავენ სხვები და მე საერთოდ ვერ ვხედავ იმას. მე შენ კარგად გხედავ, ხო, როგორც აფხაზები ამ. აი ერთი რაღაც ბავშვებშიც აი რაც თქვი, ხო, ეს მომენტი ძალიან ისეთია ხომ, მკვეთრი რომ რა დაინახა ამ ადამიანს, არ ვიცით რა დაინახა. მან დაინახა ის, რამაც ეს ადამიანი შეაყვარ. განსაკუთრებით იცი, აი ხანდაზმულებშია, რო ხედავ მოხუცებულ წყვილს ერთმანეთს, რო შეციცინებენ თვალებში, ისინი ხედავენ იმ ახალგაზრდობის აჩრდილს. იმას ერთ ვერ ხედავენ. ფიზიკურად თვალი კი აღიკვეთს, მაგრამ ტრანსში არიან, ხო? გაბატონ ლალი, მე ცოტა თქვენს ხასიათს შევცვლი თქვენის ნებართვით და ფსიქოლოგიას როგორც მედიცინის დარგს ალბათ ხო სწორად ვამბობ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს მედიცინა არ ვიცი ხარა ფსიქოთერაპია ხო არის მედიცინა? არც ეგ არ არის მედიცინა. კარგი, ფსიქოთერაპიას როგორც ცალკე დარგს, მე მგონია რომ სიყვარული მხოლოდ რომანტიკულ ასპექტში არ აქვს განხილული და აქვს განხილული როგორც ტრავმის ასპექტში. ანუ სიყვარულს ჩემი აზრით რამდენად შეუძლია რომ აგაშენოს, აგამაღლოს, აგიტაცოს, ისევე შეუძლია მიწაზე კარგად დაგანარცხოს. ანუ სიყვარულს ჩემი აზრით გარკვეულწილად ნეგატიური ძალაც აქვს. სიყვარული არ არის. ძალიან ძლიერი. არა, მე შევარდებიან ეგ სიყვარული. არა, მაგას არ გულისხმობ. აი, ადამიანს რომ როცა შეგიძლია რომ სიყვარულის გამო აი, არ ვიცი, ხები გადადგა რა, ცოტა სხერპლი გაიღო. ხო არის ხოლმე შემთხვევები, როცა სიყვარული გაზიანებს ემოციურად. ესეთ შემთხვევებში ეს არ არის სიყვარული. ეს არ არის სიყვარული. ეს არის მიჯაჭვულობა. ნახე, სიყვარული ცალმხრივი არ არსებობს. სიყვარული არის ორმხრივი და სიყვარული არის ბედნიერება. თუ მე სიყვარული მაზიანებს, მაშინ მივიდე ფსიქოთერაპიაზე და ვიმუშაო ამ თემაზე, იმიტომ რომ უნდა მიხაროდეს. ანუ სიყვარულის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს სიხარულის მონიჭება. მიზანი არა, ნახე, აჩო, აი ცოტა მარტივად რო ვთქვათ, ხო? როცა ჩვენ ერთმანეთს აზრი, აი ნახე, გონებით უგებთ ერთმანეთს. როდესაც ერთმანეთს გულით უგებთ და როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაც საერთო ინტერესი, აი ამ ყველაფრის ერთიანობა არის სიყვარული და ეს სამივე უნდა იყოს ორმხრივი. თუ ეს მარტო ცალმხრივია, ეს არ არის ჯანსაღი. უნებრივი. და ნუ აი მე მგონი ამას წინათ მაგაზე ვილაპარაკეთ კიდევაც, რომ ერთი ქალბატონი რომელიც ჩემთან დადის, ნუ რაღაც პრობლემები აქვს და მოვიდა, ნუ ერთიო რაც ზუსტად ვიციო, ჩემ ქმარს უყვარვარო. და საიდან იცი მეთქი რომ უყვარხარ და აიო ჩემ ბეჭედს შეხედეო და მიხვდებიო, ნუ უძვირფასეცი ბეჭედი ეკეთა. ეს ბეჭედი შენმა ქმარმა გიყიდა, ნუ თანაშემწეს აყიდინაო. აი გარეთო ნახე რა ამანქანა დგასო ჩემმა ქმარმა მაჩუქაო. და ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა საზღვარგარეთიდან და ვინ დაკვდა მეთქი მძღოლიო, ყვავილები მომართვაო, ვინ მოგართვა? ძღოლმა მომიტანა. ძღოლს ყვარები არ არის. ხო და ცუდად ვიყავი მე და ცუდად ვიყავიო და ის სემივლიდაო, თან ყვებოდაო, ვინ გეჯდა მე უთხარი სასწუმალთან და მომვლელიო. ანუ ყველაფერი ქმარი იხდიდა და ყველაზე ძვირფასი რაც აქვს დრო რომელიც არ დათმო და თუ ეს ადამიანი შემთხვევით ამას არის ეგ ილუზიაა რომ ეს არის სიყვარული, ეს სიყვარული არ არის. სიყვარული არის როცა ყველაზე ძვირფასი შეგიძლია ადამიანს მისცე. ჩემი აზრით ეს არის დრო, ხო. ჩვენ როგორ აი მიდი შენ ხობოდი არ გაცადე არც ერთ არა მე პირიქით მე არ გაცადე დასვი არა შენ მე ჯობია შენ სკოლის ასაკიდან შეყვარებული ხარ მე არ მაკითხები რა თუ არსებობს და მე მგონია რომ არსებობს უპირობო სიყვარული მაგალითად რომ ხომ ვამბობთ რომ შვილის მიმართ ადამიანებს გაგვეჩნია უპირობო სიყვარული. ანუ რაც უპირობო სიყვარული რას ნიშნავს ჯერ ეს გავმარტოთ ალბათ თუ ეს ცნება არსებობს თქვენს მეცნიერებაში. და თუ არსებობს როგორ განიმარტება უპირობო სიყვარული. და არსებობს პირობითი?
ზრ უპირობო სიყვარული შვილის მიმართაც მე რომ მკითხო არ არის უპირობო, იმიტომ რომ გიყვარს, იმიტომ რომ შენი შვილია. ის რომ იყოს ცუდად, შენ იქნები ძალიან ცუდად. ის უნდა იყოს კარგად, რომ შედიყო. ანუ პირდაპირ შენზეა დამოკიდებული, ხო? შენ გაქვს აქედან ამას იღებ სარგებელს. ნუ ცოტა ისეთ სიტყვა, მაგრამ რეალურად ესეა, რომ მისი კარგად ყოფნა შენი კარგად ყოფნაა. ცალსახად. ხო. რატო ეხა ვიღაცას ხო ვიგებთ, რომ რაღაცა და გაიგე, გაიარა. ალბათ უპირობო არის ის რომ იგულისხმება ალბათ ის მე რო სწორად მესმის რომ ალბათ შვილმა რა უნდა გააკეთოს რომ ვერაპატიო. იგივე არ ვრცელდება მეორე ნახევარზე. კი, ვრცელდება ნამდვილად. ჩემი აზრით, აი წეგანო ვამბობთ, რომ კი, შეიძლება გაბრაზდე რაღაცაზე, მაგრამ იღებ ამ ადამიანს იმას, რასაც სხვას არ აპატიმ. აი ძალიან საინტერესო არის ნაპოლეონის და ჟოზეფინას სიყვარულის ისტორია. კი, გეცოდინება ანკაშე ნაპოლეონის წერილი, როგორია, რო წერ ჟოზეფინას, რომ ჩემო სიცოცხლეო, აი ხა ვზივარო, ამ ხელა ჯარების თავარსარდალი ვარო, ყველა თვალებში მიყურებსო და მე შენი სახე მიდგას თვალწინ. სულ შენზე ვფიქრობ და ის წუთი მაცოცხლებს, როცა შენ გდახავო. და ნაპოლეონი ესეთ განცდებში იყო და ჟოზეფინა მუღალატა. ნაპოლეონმა ეს გაიგო, მაგრამ აპატია, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა და მისი, აი, კუნძულზე სანამ გადაასახლებდე, ხო, მისი ბოლო სიტყვა იყო ჟოზეფინა. ძნელია ამის გაგება ძალიან, მაგრამ ხო. და მით უმეტეს ასეთი ადამიანისგან. ნაპოლეონს მუღალატა. არა, ნაპოლეონს მუღალატა ბრავნება გაგჯერეთ. შენ უნდა თქვა კალი ვარო ნაპოლეონს. ამ ბაბანგზე რომ მიდიხარ და მე ძალიან უცნაურია ამ ბიოგრაფიის მქონე ადამიანის ასეთ სიყვარული რაღაცა. ხო, მოდი, მაშინ ესე ვთქვათ, სიყვარული, აი ესე ცნება, თქვენი მეცნიერებისთვის ისევ და ისევ, როგორც ანუ მეცნიერება, რომელიც სწავლობს ამ ფენომენს, ინიჯნება მაგალითად პარტნიორული სიყვარულით, დედაშვილური სიყვარულით, არ ვიცი, მეგობრული სიყვარულით, ამას მიჯნავთ თქვენ თუ თქვენთვის ეს ცნება არის ერთი არსებული და უბრალოდ სხვადასხვა ურთიერთობაში სხვადასხვანაირად უდგებიან ადამიანს. ნახე, სიყვარული მე რომ მკითხო, ჩემი აზრით არის სიყვარული, თუმცა სხვადასხვა ფორმა აქვს და სხვადასხვა დამოკიდებულება გვაქვს, თორე ან გიყვარს და ან არ გიყვარს და ჩემთვის სიყვარული მოდი ერთის პატარა აბა, ეგ მიყვარს, აბა. მოკლედ, კაცი და ძაღლი მოყვნენ ავტოკატასტროფაში. და გონზე რომ მოვიდა ხედავს რომ სადღაც მიდის უდაბნოში და წააწყდა ერთ დიდ ბაღს რომელშიც რო შეიხედა სასწაული ხდება აყვავებული ეს ყვავილები, ხეები, ხილი და მცველი დგას კარში და ეუბნება რომ შეიძლებაო შევიდე ამ ბაღში კიო შედიო წყალი გაქვთო გვაქვსო საჭმელიო გვაქვსო დასვენება შეიძლება კიო რაც სულს და გულს უნდა ყველაფერი გვაქო და შედის და არა მარტო შენო ძაღლი არაო ძაღლისთვისო ეგო არაფერი არა გვაქვს დაღონდა ეს კაცი, ყვება, ისე ცუდად არის, მაგრამ ნუ რა ქნას, არ შევიდა და გააგრძელა ძაღლთან ერთად გზა. გაიარა კიდე რაღაცა მანძილი და შეხვდა მეორე ადგილი, სადაც ასევე მცველი დგას. და ნუ არ გამოიყურება ისე სასწაულად, როგორც ეხა ეს ბაღი და ეკითხება, რომ წყალი არისო, კიო, ჩემი ძაღლისთვისო, კიო, შენი ძაღლისთვისაც არისო. დასვენებასო შევძლებ, ხო? კიო, რა თქმა უნდა, ჩემი ძაღლისთვის თუ არის ადგილიო? კიო, არისო, რა თქმა უნდა. საჭმელიო შენთვისაც მოიძებნებაო, ძაღლისთვისო, ძაღლისთვისაც არისო. დავრჩებიო მაშინ, რა ადგილია ესო იკითხა და ესო 64-აო. და ისო ის ჯოჯოხეთიაო, სადაც ადამიანებს, რომელიც საყვარელ არსებას ანუ რა ვქნა აიგნორებს თუ პრიორიტეტში მარტო თავისთავად და ის ადამიანია თუ არსება შეუულია ესე არ მეაქციოს ყურადღება და თავის ინტერესებით შევიდეს და რა განსხვავებაა ამ 64 და ჯოჯოხეთ შორისო ხო იქ ესეთი კარგი პირობებია ესე არა იქო ხალხი არ არის ბედნიერი იმიტომ რომ ფიქრობენ რომ 64-ში უკეთესად არიან სულ რამდენი ის სადომაიც ხო აწუხებთ რომ დატოვეს საუკეთესო მეგობარი და არ ერგებათ ის ყველაფერი გემრიელად ეგეც ეგ ალბათ არ აწუხებდა იმიტომაც ხვდებიან ჯოჯოხეთში ვისაც აწუხებს იქ სადაც არის იმითი არის ბედნიერი ერთი პროფესიული შეკითხვა მაქვს ხალხტონვალი თქვენთან ბოლო საუბრის დასასრულს თქვენთან რო სიყვარულით ბედნიერი კაცი არ მოვა კი ვიცი თქვენ თუ ესე იგი რაღაცაში თქვენ დახმარება ჭირდება ვერ დაგეთახმ არა აი ეგ იყო ჩემი კითხვა საინტერესო აი რა წარმოდგენა გაქვთ აბა კარგად თუ არ ფსიქოთერაპევტი რა აჩო
მაგალითად მუშაობ ჯანმრთელ ადამიანებთან. მე არა ვარ ექიმი და მუშაობ დიაგნოზებთან. გარდა იმისა, რომ ადამიანს ვეხმარებით, რომ უფრო წინ წავიდეს, ის რესურსები მოიძიოს, რაც მასშია. შეიძლება სიყვარულში ბედნიერია, მაგრამ კარიერაც უნდა. ხო, აი მე სიყვარულზე მინდოდა, აი ბოლოს შეგხვდა ეს. ერთი იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი, რომ მარტო ამიტომ უნდა გაიგო ყველაფერი, რომ ისე ადამიანები რომ გინდა მაინც უნდა ხო, აი ვინ ეს იყო ჩემი ბოლოს შეგხვდა, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც თქვენაირ სპეციალისტთან უნდა მივიდეს და რა დროს თქვენი აზრით რა დროს და რა არის სიგნალი იმის რომ არ მაწყენდა ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი და კონსულტაცია. ნუ სიყვარულის ფარგლებში სიყვარულის ფარგლებში თუნდაც ის რომ აი შენ როგორც თქვი რომ მზად ხარ თავი გაწირო იტანჯები ძალიან ცუდად ხარ და ფიქრობ რომ უგონოდ შეყვარებული ვარ სიყვარული ეს არის უნარი უბრალოდ თუ ყველაფერს კარგად გაიაზრებ და მიხვდები რომ შენ იქიდან იტანდა იმიტომ იტანდა რომ უყვარს ამცირებს ძალადობს და უყვარს არ არის ეს სიყვარული და თუნდაც იმიტომ რომ რატომ მიყვარს ესე ძალიან და სხვა სახელს არქმევს ამას თუნდაც მაგ დროს მივიდე თუნდაც როდესაც არ შედგა ჩემ ძალიან ბევრი მომართვიანობა იმ მიმართულებით რომ ვერ პოულობენ მეორე ნახევარს და რატო ვერ პოულობენ იცი ყოველთვის გარეთ ეძებენ რომ ესეთი უნდა იყოს ადამიანი საკუთარ თავში კი არ ფიქრობენ რომ იცი რა მე ვიყოს ფილტრაცია გარეთ მე ეს მოთხოვნები უნდა დაუკმაყოფილო უტიას აქ იოსელიანს კაირა სიყვარულისთვის და როცა მე მზად ვარ სიყვარულისთვის და მე კონკრეტულის კი არა ვარ რომ აი გაწერილი რომ აუცილებლად ესე უნდა იყოს უბრალოდ სიყვარულისთვის ღია ვარ და მზად ვარ ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში აუცილებლად მოდის. უბრალოდ დამოკიდებულებას ვცვლი. ჩვენ გაგზარდეს ძალიან სხვანაირად, მე ჩვენ თქვენ გაგზარდეთ ცოტა სხვანაირად და ეხლა თაობა ძალიან სხვა. თქვენი შვილების თაობა უკვე ცოტა სხვანა, უფრო კარგად უყურებს ამ ყველაფერს და უფრო ჯანსაღად და ჩვენთან იყო რომ უნდა შეგეფერებოდეს, უნდა ეს, უნდა ის ძალიან ხშირად იყო ეს. და ოჯახი აუცილებლად უნდა შეინარჩუნო ესეც იყო. კი, რაღაცა აი ის სამი კომპონენტი, რაც ჩამოვთვალე, ბნება, ინტიმურობა და ერთგულება არის აუცილებელი და ეს უნდა იყოს ორმხრივი, რომ იყოს სიყვარული. ნამდვილად ესეა. საკუთარ თავზე ვიფიქრო თუ მე ეს თუ უკეთეს მხდის, ხო? ჩახუტებას მოგანდომებს აი ეს საუბარი ისეთი. აქედან ყველა შეყვარებულ ადამიანს უნდა ვუსურვოთ რომ სიყვარული დიდხანს გააყვეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. უსიყვარულოდ მე მგონია რომ მზე რაცა თქვათ ვერ სუფევს ის გამარჯვება. არა, მართლა ესეა, ჯერ ეს არის გრძნობა, რომელიც ჩემ აზრით გვაცოცხლებს. რომელიც გრძნობებს და რისთვისაც გამოძრავებს. აი რაც გაძლევს რაღაც ფრენის საშუალებას ამ ცხოვრებაში. აი რომ გიყვარს და მიწას ფეხს არ აკარებ. გიყვარს მარტო პარტნიორი კი არა, გიყვარს ცა გიყვარს ბზე, გიყვარს ყვავილები და აი როგორ ძნობ, როგორ გავსებს და გაბედნიერებს ეს ყველაფერი ეს ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლალი ამ შვენიერი საუბრისთვის. და ქვეყნის სიყვარული არ დაგავიწყდეს მაგრამ ამ ყველაფერთან ბოლო პერიოდში ეს ბლოკი აუცილებლად უნდა დავასრულოთ. რა თქმა უნდა იმ სოლიდარობით, რომელსაც ჩვენ გარშემო ადამიანებს ეხლა ყველაზე მეტად სჭირდებათ. იმ ადამიანებს, ვინც ესე რაღაცა პირდაპირ თქვა ამორალურად არიან დატყვევებულები ჩემი თვალსაზრისით ისიც შეგახსენებთ რომ ადამიანები შიმშილობენ ჩვენს ქვეყანაში ქალბატონი მზია ბატონი თემური და ნუ ასე შემდეგ რო არ ჩამოთვალოთ მე მინდა რომ რატო ვახსენე ეს რა თქმა უნდა სოლიდარულები ყოველდღე ვართ და ყოველდღე ამას ვამბობთ მაგრამ მე ვფიქრობ რომ სიყვარული ამ ადამიანებს ძალიან ისჭირდებათ სიყვარული, გამოხატვა სიყვარულის სახელმწიფოსთან, ხალხისთან. თავარია რომ ვაგრძნობოთ ამ ადამიანებს, რომ ისინი გვიყვარს, მათ და მის სოლიდარულები ვართ და ასე დროს სიყვარული უცებად გაიმარჯვებს. აქ თავარი რა არის აი ამაში რაც შენ თქვი ხო? ამ ადამიანებს უყვართ. კი, ამ ადამიანებს ნამდვილად უყვართ. ადამიანებს ნამდვილად. და ალბათ ამის გამო იჯებიან სამწუხაროდ. მოკლედ, სოლიდარობით დავასრულებ. დიდი მადლობა ქალბატონ ლალი. ნახევარსაათიან პაუზა გვექნება. თეთრზე დაგებრუნდებით ძალიან მალე. დარჩით ჩვენთან. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.